ვაგრძელებთ და ახლა მოგიყვებით როგორ დაიწყო, როგორ ჩაერთო პირდაპირ ამერიკა ომში უკვე ოფიციალურად. მანამდე თუ ეხმარებოდა როგორც ცოცხალი ძალით, ისე ვთქვათ, ეს ყველაფერი არაოფიციალური იყო და ხდებოდა როგორ. არავინ არ იცოდა ამის შესახებ, დაფარული covert operation ნახეთ, ხო? ეს ამბავით. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი გახდა 71 წელს კენედი. ეს ცნობილი კენედი, რომელიც მოკლეს. ერთ-ერთი მიზეზი, რადგანაც მოკლეს, ერთ-ერთი. ბევრი მიზეზი ჰქონდათ მის მოსაცილებლად და ერთ-ერთი ის იყო, ხა რაც მოყვები. პენტაგონის ის როდესაც გაიშფრა, ანუ ეს უკვე მაშინ მოგვიანებით, როდესაც დეკლასიფიკაცია მოხდა დოკუმენტების, აღმოჩნდა, რომ 63 წელს 16000 დამხმარე ამერიკელი იყო უკვე ჩასული სამხრეთ იმაში, ვიეტნამში და ეხმარებოდა სამხრეთელებს. და კენედის უნდოდა რომ გამოეყვანა ეს ხალხი. როგორც რობერტ მაკნამარა, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატების, ამბობს, იხსენებს, that directed that the comprehensive long-range program be developed for building of South military capability and for the phasing out the US role. ანუ ასე რა ქვია, კენედის უნდოდა რომ გამოეყვანაო და phase out გამოეყვანა მთელი ეს 16000 კაციო. In these memoirs, McNamara confirms that on October 1963, less than 2 months before his assassination, Kennedy had told the NSC in the basement of the White House that he wanted all advisors back from the South Vietnam by the end of 1965. მან გასცა ბრძანება, რომელსაც ერქვა National Security Action Memorandum 63 წელს 11 ოქტომბერს, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო ამ ხალხის გამოყვანა. მემორანდუმ 263 ასე ქვია. 1000-ის გამოიყვანა პირველ ჯერზე, 1000 და 1965 წლის წლამდეო ბრძანება ამ ბრძანებაშია დაწერილი, მეგობრებო, აი ამ National Security Action Memorandum 263-ში წერია, რომ 65 წლამდე 16000 უნდა გამოყვანილ იქნას. და რა მოხდა მერე? მოხდა ის, რომ მალევე ორ თვეში მოკლეს კენედი, მოვიდა სათავეში პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, რომელიც პირდაპირ დასვეს და მან პირიქით იმის მაგერად რომ გამოიყვანა 4000 ზედმეტი 4000 კაცი პირიქით შეიყვანა 16000 20000 კაცამდე გახდნენ შეხარ ჩემი ბატონი, რომლებიც directed the CIA to work south to expand covert military operation against North Vietnam. Special forces carried out acts of sabotage against bridges, railroads, ports, facilities in North Vietnam, kidnapped North Vietnamese and bombed villages near the border. აი ამ 20000 კაცი აწყობდა საბოტაჟს, ხიდებს აფეთქებდა, რკინიგზებს აფეთქებდა ჩრდილო ვიეტნამში, პორტებს აფეთქებდა, ხალხს იტაცებდა და ბომბავდა სოფლებს აი ამ გამყოფ ხაზზე, ჩრდილო სამხრეთის გამყოფ ხაზზე. Under the top secret CIA program called Operation Plan 34, Oplan 34A, high-speed patrol boats were delivered to South Vietnam. ესეთი ოპერაცია Plan 34A არსებობს, რომელშიც გაწერილი იყო თუ როგორ გავაკეთოთ ის, რომ ჩავთოთ ამერიკელები ომში უკვე მთლიანად ოფიციალურად. აგერაც არის მასკენ მოძებნე წაიკითხეთ რა. პირველი ეტაპი იყო, რომ გააგზავნეს საპატრულო ნავები ამერიკელებმა და ეს ნავები გამოიყენებოდა უკვე სამხედრო იმეების ჩრდილო ვიეტნამის უკვე სამხედრო იმებზე დარტყმისთვის. რადარებს ურტყავდნენ, ანუ ლოკაციური იმეებს აფეთქებდნენ. და ეს ყველაფერს რა თქმა უნდა ხელმძღვანელობდა CIA. და ხალხმა არაფერი არ იცოდა ამის შესახებ. მაგრამ უკვე საჭირო იყო რაღაცა პრეტექსტი, okay? They were looking for pretext that would spiral the US into open warfare. რომელსაც ჩართავდნენ პირდაპირ. და როგორც ისტორიკოსი, ამერიკის უნივერსიტეტის ისტორიკოსი პიტერ გუზაკი ამბობს, რომ საოცრად მაგრა იტყუილებოდა ჯონსონიო, პათოლოგიური მატყუარა იყო, ასე ეძახდა. და რა მოაწყეს? მოაწყეს ეს ყველაფერი ცნობილი, ძალიან ცნობილი ტონკინის ყურის ოპერაცია. ტონკინის ყურის პროვოკაცია, ტონკინის ყურის სიცრუე, მოდი ასე უწოდოთ რა.
ეს რაღაცა ჯონსონი გამოვიდა, პრეზიდენტი ჯონსონი გამოვიდა. სიტყვით რომ აი დაგვესხნენ თავს ჩვენი რა ქვია, გემი, მადოქსი ერქვა იმ გემს, სამხედრო გემი ააფეთქეს ვიეტნამელებმა და ომი უნდა გამოუცხადოთ. ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ამ ტონკინის იმაში შეიჭრა ეს მადოქსი, მართლა იყო ეს მადოქსი შეიჭრა. იქ რა უნდა იმას ჩtildeო ვიეტნამის ტერიტორიაზე მყოფი ყურეში, რომელშიც იყო განლაგებული მნიშვნელოვანი სამხედრო რაღაცები, ჩtildeო ვიეტნამელების შეიჭრა ეს ბატონი იქ. და მან რა ქვია, სამხრეთი მან გაგზავნა რამოდენიმე გემი, კატერი, საბრძოლო კატერი. მცირე ზომის საბრძოლო სწრაფი კატერი, სწრაფი რატო? იმიტომ რომ სწრაფად იყო, ვთქვათ, რაღაცა უნდა გაეკეთებინა ვიეტნამს. და აი ამ ტონკინის ყურეში შეხვდნენ ესენი მადოქსი და ეს კატერები ერთმანეთს და მინდა გითხრათ რომ რას ამბობს ჯონსონი? ჯონსონი ამბობს რომ გვესროლესო. სიმართლეა რომ ესროლეს? დიახ, სიმართლეა, ნამდვილად ესროლა ვიეტნამმა. მაგრამ არავინ მაგას არ გეტყვით, რომ პირველი ესროლა მადოქსმა. ვიეტნამელი მოკვდა იქ. პირველი ესროლა მადოქსმა და ჩაძირა ერთ-ერთი კატერი. და მერე ესროლა იმან რა ქვია, ვიეტნამის კატერმა. და მინდა გითხრათ რა, ის მინდა გითხრათ რომ კაციშვილი აცილა ყველა. ერთი ის არ მოხვედრია. დააცილა ყველა ამ კატერებმა და ერთი რა თქმა უნდა არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა მადოქსთან. დებით მოგობრალ და ყველაფერი იყო სწორედ აი ამ ოპლან 3400 ოპერაციის ნაწილი. იქ წერია, ანუ პროვოკაციას ახორციელებენ, false flags ახორციელებენ ას. ეს ერთი მეორე ცოტა ახლა მოვზებნა მეორეთ, ანუ წამოვიდა ეს მადოქსი იმ ყურიდან, გამოიქცა რა, ანუ გამოიქცა რეალურად და მიუვიდა ბრძანება ამ მადოქს ხალხო, რომ კიდე შედი მანდო. ანუ მეორედ შევიდა. აგერ არის ბატონო ჩემო. ხო. On August 4, Secretary of Defense Robert McNamara reported to President Johnson that Maddox had again been fired upon the torpedoes. This was a lie. მეორედ ხო შეიჭრა. და McNamara-მ განუცხადა პრეზიდენტს, რომ თავდაცვის მინისტრმა McNamara-მ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა მოახსენა პრეზიდენტ ჯონსონს, რომ ის რა ქვია, კიდევ ერთხელ ესროლეს უყაცვა Maddox. ეს რა უბედურებაა? ეს იყო ტყუილი. It was torpedo attack უთხრა მან. That never happened. ხო, შპიგელი წერს ნახეთ. ეს იყო ტორპედოს შეტევა, რომელიც არ მომხდარა. Spiegel later declared. National Security Agency, which is responsible for the worldwide surveillance and decryption of electronic communications, declassified more than 140 formerly top secret documents on the Gulf of Tonkin incident in December. 2005 წელს გამოქვეყნდა დეკლასიფიცირება მოხდა. დოკუმენტები სადაც პირდაპირ წერია, რომ მადოქს არავისთვის მადოქს არ უსრიათ. პირველ შემთხვევაში საპასუხოსროლა იყო და აცილა ყველა. მეორე შემთხვევაში რატომაც ომი დაიწყო? მადოქს საერთოდ ნაკაწრი არ საერთოდ მადოქს არავის მადოქს არ შეუწუხებია, ანუ არ წამოეგო ის რა ქვია ვიეტნამის ჰოშიმინის ვიეტნამი, მიუხედავად ამისა, ისე გამოაცხადა ამერიკამ, რომ ეგონება ესროლო. აი ესეთი რაღაცაა მეგობრებო. აი რა წერია ამ დეკლასიფიცირებულ იმაშიო. Overwhelming body of ხო აგერ არის ბოდიში. There was no attack on a US ship in the Gulf of Tonkin on August 4, 1964. არანაირი გასროლა არ მომხდარა 4 აგვისტოს 64 წლის. მიუხედავად ამისა, ამერიკამ ამის გამო ომი გამოუცხადა ვიეტნამს. ასეთი ამბებია ძვირფასო მეგობრებო. დანარჩენს მერე მოგიყვებით.